რუბრიკა ფრაგმენტებში თქვენ დღეს იხილავთ და გაიცნობთ ჩვაღევის ოპელ გოგაძეებიდან შორეულ თურქეთში გადასახლებულ ვახტანგაძეებს, თურქული გვარით ბაშთურქებს. გაიგებთ რა გზა გაიარეს მუჰაჯირობიდან დღემდე და რა საქმიანობენ გურჯები, რომელთა მთავარი მიზანი ყველგან და ყველაფერში პირველობაა. გაიცანით მეჰმედ ბაშთურქ ვახტანგაძე, კაცი, რომელიც 12 წელი ინეგოლის განათლების განყოფილებას და მასში შემავალ საჯარო სკოლებს ხელმძღვანელობდა. ჩვენი გვარი 150 წლის წინ შუახევი გოგაძეებიდან ვახტანგაძე გვარიდან ისმაილ დედე იგერა ყოფილა. ისმაილ დედესი ორი შვილი ჩამოსვენა გერაკა. ერთსა აჰმედა იქვებია, ერთსა მორადაი. ბაშთურქების იგივე ვახტანგაძეების გენეალოგიური რუქა 150 წლის წინ შორეულ თურქეთში გადმოსახლებული ორი ძმის ისტორიით იწყება და დღემდე გრძელდება. აქ ყველაფერია მათი შთამომავლების შესახებ. უფრო მეც კი ბაშთურქები მეხსიერებაში ინახავენ და მათი წინაპრების მონათხრობს თაობებს ზეპირად გადასცემენ. აგარ აქ ჩვენ უსტა ისმაილ ოღლი გვეტყვიან. საიდან მიიღეს ეს გვარი? აი ისმაილ დედე იგერა ყავს, იგერა ბათუმში. ისმაილ დედე იგერა უსტა ყოფილა. სახლება შენებს, რომ ჩამოსულა ჩვენი დედიების სუნთელ აგრაკ უსტიობა უქნია. ახლა გოგაზი რომ გეჭყდებით ტყის კენერზეა, ჩვენი სოფლის ტყის კენერზეა. რატომ ხე მოუჭრან სახლი გუკეთებიან ამან უშენებიან. მუხი არ არის, სხვა არ არის, იმით გუშენებიან. ჩვენ დედიებ აგერ 50 წლის წინ ფლან თათ ხიდან გაკეთებული სახლები ასე მეკილი, მათად გუკეთებიან. ერთი ქესარი, ერთი ცულით გუკეთებიან. ჩვენ ამას ჩემ ბაბოი უსტა ადამი ეთქვიან. ჩემ ალი ემიამ ყავს ალი უსტა ეთქვიან. მე ჩვენ ახალ ნათესეობა ვიკითხებით და უსტობა გავაგდებით. თვალანდარა ჩვენ უსტა ისმაილ ოღლის თლათ ნათესავები ჩვენას უსტა ჩამოსულათ. ბახჩიქაიაში გადმოსახლებული ვახტანგაძეების სამ შტოდ გაყოფილდა. სხვადასხვა სოფელში დასახლებულან და სხვადასხვა გვარიც მიუღიათ. ბაშთურქი, დემირი და აქარი. უსტა ისმაილ ოღლის კიდე სამი გვარზე გარეგებული ვართ. ჩვენ ამ სოფელში მიზღავართ ბაშთურქ, გამა ბაზარალან სოფელია ოილათის ზეიდან დემირ, ერთი ზექერიმიასა აქარ. ეს სამი გვარი ჩვენ თლათ უსტა ისმაილი ვართ. სალგა სოფელში რომ ყოფილვართ, მას თავრობას დავლაში ერთმანე ხებერი ვერ მივეცით კი ჩვენი გვარი ეს არისო, იმათ მათობოდუძიდან ჩვენ მორა დავწერებით. ამა ჩვენ აგრამ ქალაქში უსტა ისმაილი გვარით მას 500 ინსანი ვართ. ქართველები უნდარა კი სულ მე უფროსნა იყო. ჰიჩ მეორე ადამიანობა არ გოხარდებია. აგარ მოგროფილობია ქართველმა ლაპარაკი მეორემა მოყორონა. მერი თუ ამოდესა ქართველი იყოს. თუ ერთი მერი ქართველია პარტიას არ შევხედავთ, იმ ქართველი მიცეთ ჩვენ. აჰა. ახლა თუ აზა ქარხანა თუ გასხნასნა, მენა გავსხნანა, ენ დიდი ჩემი იყოსნა. იმან თუ გასხმა, იმას დიდი გავსხნანა. ჩვენ აზრას ვიტყვით ის და დიგვეჯერო. ისე მოგვინდება. ახლა ქალაქში ბევრი ემიდან მოსული არიან, ბულგარიდან მოსული არიან, კავკასიიდან მოსული არიან. ჩერქეზები არიან, აბაზები არიან, ლაზები არიან, ქურთები არიან, თათრუბა. ამა მიორების ამობენ კი ამ ქალაქში, ამ ხალხსა ანჯა ქართველი დუდგება. ჩვენ ამას ვერ დუდგებით, ვერ მოაფერებთ. 30 წელია ინეგოში მერი ქართველია. აგრამ სოფელში 40 ოჯახი ვართ, 40 ოჯახის ნახევარი ამან ჩვენი გვარია. ჩვენში იმპო ბიჭები ბევრი ვართ, იმპო ბევრი გაშენებული ვართ. სულ დედიების სახელი ასე არ დაგვეუწყეს დაარქვით ბავშვებს. დაარქვით სულ იმათ ვაცოცხლებთ ჩვენ, გულში ვაცოცხლებთ.
წინაპრებს გულში აცოცხლებენ, ისტორიებს კი ჩვენთან საუბარში იხსენებენ წარსულს, ამბობენ რომ მათ ბებია-ბაბუებს არც თუ ისე იოლი ცხოვრება ჰქონდათ. შუახევის სოფელ გოგაძეებიდან წამოსულები ისევე როგორც აჭარაში, აქაც სოფლის მეურნეობით დაკავებულან და ძირითადად მესაქონლეობას ეწეოდნენ. მოგვიანებით ხე-ტყის დამუშავება დაიწყეს, თუმცა მიხვდნენ რომ თავის რჩენა გაუჭირდებოდათ და ამიტომ გადაწყვიტეს შვილებისთვის განათლება მიეცათ და სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული იყვნენ. მე ამ სოფლის მუხტარი ვარ. მეორე დონემ. მეორე ჯელა. ხო. ახლა ჩვენ სოფელი შენ სიტყვაზე ჩვენი ბურჯები ზათე ჰერ ერდე ჰერზა სუკველზე bir numara arიან. ხაპერი უსაქმებენ, არ შეზარებიან, თვალ არ მესიქბენ, არ მუსლიან, yani არ შეშინებიან. ახლა ჩვენ სოფლებში, ტყეებში ვართია. გელიერი აგრაკ ძალიან გელიერი არის, სულ ნაკითხი არიან. უნივერსიტეტებში, უნივერსიტეტებზე ნაკითხები ნეაფიოლარ თავრობაში საქმეს ნახულობენ, სულ წინ მიდიან. Yani kasaba ikiden arayıp zaten çöp milletse birinci sınıf olma şeyi özelliği ta Dedyebi'den bulmuş. Dedyebi zaten savaşçıyık var. Arşeşinde böyle hala öyle devam ediyor. Şöyle sopeli o zaten hane arayan Ageraka o hane aşağı yukarı devamlı ak var. Sopelçi cevalt, mualt, davtesalt. Atihane sopilden açılıyor bile arayan. Bir aradan emiyor bağı bir ağır arayan. Ocağın eline de kapanı buluyor. Sakone çıkıyor ben babaya bir de diye bir. İmit para pulu vermeyiz. Bevri gehres dediğim babaya bu sefer çön vakit kıyız. Üniversitesi beyaz 35 sene yine kasabaşı hastanesi ოსმან ნური ახლა სოფლის გამგებელია. 35 წელი კი კლინიკაში მუშაობდა. მეჰმეთი 7 წელი ქართული ენის პედაგოგი იყო. 12 წელი საჯარო სკოლას ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით კი ინეგოლში განათლების განყოფილების თავმჯდომარე იყო, რომელიც ქალაქში არსებულ სახელმწიფო სკოლებს აერთიანებდა. ახლა საკუთარი კერძო სკოლა აქვს. ენცინ მე მასწავლობა ვქენ 7 წელში. რაის მასწავლებელი ვიყავ? მე ქართული ვარ. აგრაკ თურქებსა მე თურქულ ენას ვასწავლედი. აგრაკ ქართველი ვარ, აქავ თურქებსა თურქულ ენას ვასწავლედი. თავრობამ დიმიზახა მითხრა რომ შენ ამ ქალაქის სკოლაების სუნთელის დირექტორი იყო, რა. ირაკას 12 წელში დირექტორობა ვქენ. 12 წელს უკან პენსიაზე გამველი. პენსიაზე გამველამა 40 წელში ისახმე ეჩენე ბევრაზაკენ პენსიაზე რომ გამველ ემერკე ცარილზე დავჭი. მე აგერა ჩემი დოსტია ერთ მესამე კიდო ამ ხანაკმა თქვით კი მოჩვენათ სკოლა ავაშენოთ. იქნება, არ იქნება ჩათინია ვილაპარაკეთ მემრე დევსკეთი გავაკეთეთ. სასწავლებელი ქართველმა მეგობრებმა ერთად გახსნეს. სხვადასხვა მიმართულებით მიღებული გამოცდილება გააერთიანეს და საგანმანათლებლო საქმიანობა შეუდგნენ. ააშენეს სკოლა, რომელიც ინეგოლში ერთ-ერთი წამყვანია. აქვს ლაბორატორიები და სპორტული კომპლექსი. როგორც მოედნებით, ისე აუზით. მის ბაზაზე ფუნქციონირებს საბავშვო ბაღიც. ფეხბურთი არის, იშტა აგერას რომ ხედავთ ის არის. ახშევ რომ რაც ხა უნდარან სულ ყველაფერი არის აქ. ეკონომის რომ ცოტა ეკონომიკა არ არის იმისთვის ცოტა დაცოტავდნენ. და ახლა 500 ბავშვი არის აქ, ლამაზად კითხულობენ. აქ მოსული ბავშვები სულ დიდ უნივერსიტეტში წევა. ესას ჩემ პორტალ ფარიტნასი დეგანია. შერაკია. საათდეს.
სკოლაში ახლა მხოლოდ ბავშვების და მეგობრების მოსანახულებლად თუ მიდის. პენსიაში გასულს უფრო მეტი დრო აქვს ოჯახისთვის და სოფლისთვის, რომელიც მისთვის ისეთივე მშობლიური გახდა, როგორც მისი წინაპრებისთვის იყო შუახევში გოგაძეები.